არ ვიცი გაგიგიათ მკვდარი ცხენის თეორია თუ არა. ეს არის ინდიელების ერთ-ერთი სიბრძნე, რომელიც ძალიან მარტივად ჰქონდათ გადატანილი ცხოვრებაში. უფრო ეხებოდა ახალგაზრდებისთვის ჭკუის დარიგებას, მაგრამ ბიზნესში და ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკაში ძალიან კარგად მოერგო ეს ფრაზა და ამას ძალიან ხშირად იყენებენ მარკეტერებიც. გახდება ახლა მკვდარ ცხენის თეორიაში. როცა ცხენი კვდება, ილუზიები არ უნდა შეიქმნა. ანუ მკვდარ ცხენზე რომ ზიხარ, უნდა ჩამოხვიდე. ეს არის ელემენტარული. მაგრამ რას ვაკეთებთ სინამდვილეში და როგორ ვიქცევთ ხოლმე როგორც წესი, ჩვენ თავს ვაჯერებთ, რომ ის მკვდარი არ არის. ის ასეთია და ყოველთვის ასეთი იყო. მეტიც, გარშემოუყოფებს ვაჯერებთ, რომ ის ყოველთვის ასეთი იყო. მეტიც, ჩვენ თავს ვარწმუნებთ, რომ ის ძალიან ეკონომიურია, რადგან აღარა მოსჭამს. მეტიც, თუ ვინმე მას მკვდარს დაუძახებთ გამდევნით. მეტიც, თუ ვინმე იტყვის, რომ ის მკვდარი ცხენია და უნდა გადააგდო, ან დამარხო. მას გადააგდებ და მას დამარხო. ვინაიდან არ შეიძლება ოჯახის წევრზე და მით უმეტეს ცხენზე თქვენ მკვდარია. კი, ხშირად ასე ვიქცევით ხოლმე იმის ნაცვლად, რომ ჩამოვიშოროთ რაღაცა ტვირთი და პალასტი, უფრო ახლოს ვიღებთ ხოლმე, შეიძლება ოჯახში მივიღოთ. და ვაცხადებთ როგორც ოჯახის სიწმინდეს. შემდეგ იმისთვის რომ დავარწმუნოთ საკუთარი თავი და სხვებიც, ანუ მოიტყუოთ თავი და მოვატყუოთ სხვებიც, შეიძლება ჩავატაროთ კვლევა. გამოვკითხოთ კარი, ხალხი. და კითხოთ ასეთი რამ, რამდენად სარგებლიანია თქვენთვის მკვდარი ცხენი, რადგან ის საერთოდ არ არის მკვდარი. შემდეგ შეიძლება ეფექტური გადაწყვეტილებისთვის, რომ როგორ გამოვიყენოთ მისი დადებითი მხარეები, ჩავეწეროთ რაღაცა ტრენინგებზე, ან გამოვიკონოთ რაღაცა კურსები, რომლებზეც დავასაქმებთ ჩვენს კადრებს. შეიძლება გავაკეთოთ ისეც, რომ რა უნდა გააკეთოთ, ცხენი მკვდარია. უნდა ჩამოხვიდეთ ცხენიდან და სხვა ცხენი ეძება, რომელიც მართლა გააჭერებს. ან უარეს შემთხვევაში ფეხით გააგრძელო გზა, რადგან არც სახელმწიფო პოლიტიკა, არც ბიზნესი, არც ცხოვრება, პირადი შენი ცხოვრება არ გაპატიებს იმას, რომ ერთ ადგილას იდგე და რაღაცა ილუზიები შეიქმნა. ყოველთვის უნდა იმოძრაო. წარმატებული დღე.